უკვე პირველ თემაზე ბოლო პერიოდში ვირუსული მენინგიტის შემთხვევები მაიმატა, სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მოვიწვევთ ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, რომელიც გვესაუბრება, რამდენად საგანგაშოა დღეს მდგომარეობა, რა სიმპტომები ახასიათებს, ასევე პრევენციის შესახებაც გარკვეულ რჩევებს მოგცემს და ჩვენი სტუმარია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდგარ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხაბატონი ხათუნა სახაშვილი. მოგესალმებით და დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბოლო პერიოდში, როგორც თქვით, ხალხო ხათუნა იმატა ვირუსული მენინგიტის შემთხვევებმა, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ საგანგაშო მდგომარეობა მეგონი არ გვაქვს, ხომ? მართალი ბრძანდებით, გარკვეულად მატება ვირუსული მენინგიტის შემთხვევების დაიწყო აპრილის ბოლოდან, დღეისთვის ასევე მატების ტემპს ინარჩუნებს, თუმცა ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობად ვერ აღვიქვავთ ამას. რაც შეეხება თავად სიმპტომებს, ან რატომ იმატა მაგალითად ეს პერიოდი არის ყველაზე უფრო აქტიური? ვირუსული მენინგიტი თავისთავად ეს მცნება, ეს არ არის კონკრეტული გამომწვევის დასახელება, ან რაღაც კონკრეტული ერთი დაავადება. მენინგიტი როგორც სინდრომი შეიძლება თან ახლდეს მრავალ ინფექციურ დაავადებას, ან მდგომარეობას, ზოგი შეიძლება იყოს გამოწვეული ბაქტერიით, ზოგი შეიძლება იყოს გამოწვეული ვირუსით და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მთავარი იყო დაგოდგინა ჩვენ გენეზი, ანუ რა იწვევს ამ ვირუსულ მენინგიტებს და დღეისთვის დადგენილია, რომ ეს არის ენტეროვირუსი, რომელსაც ახასიათებს 4-წლიანი ციკლურობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ყოველ 4 წელიწადში ერთხელ შემთხვევათა რიცხვი მატულობს, ანუ უფრო მეტი რეგისტრირდება, ვიდრე სხვა წლებში. თუმცა ენტეროვირუსით გამოწვეული მენინგიტები და სეროზული მენინგიტები გვხვდება ნებისმიერ წელიწადს და ნებისმიერ სეზონზე. თუმცა წელს ისევე როგორც იყო 2006-2010 წელი აღწერილი საქართველოში ამ სეროზული მენინგიტების და ენტეროვირუსის გავრცელების მხრივ, ასევე 2014 იყო პროგნოზირებულიც, რომ მოსალოდნელი იყო ასეთი მატება. და როგორ ხდება ეს პროგნოზი? არის ძალიან საინტერესო, თქვა 2010-დან შემდეგ პროგნოზი 2014. ვიცით, რომ 4-წლიანი ციკლურობა ახასიათებს და 4-ს მივუმატებთ და 2014 გამოგვდის. გასაგები, ანუ ციკლურობა ახასიათებს და ეს ბუნებაში როგორც არსებობს აი რაღაც ფუნდამენტური მცნებები, რომ რაღაც თქვა იგივე თქვენი რეალის ხეობის ამბავი ახსენეთ და გარკვეულად პროგნოზირებული იყო, რომ ის ხეობა არის ღვარცოფული და ოდესმე ღვარცოფი გამოიტანდა ძალიან დიდ ნაშალს, ისევე პროგნოზირებული, რომ ყოველ 4 წელიწადში მოიმატებს ამ კონკრეტული ვირუსით გამოწვეული ავადობა. რაც შეეხება ასაკობრივ ზღვარს ხათუნა, მე როგორც ვიცით, რომ მცირე ბავშვთა ასაკის ინფექციად ითვლება, ასე ვთქვათ, უფრო მეტად ბავშვთა ასაკია ყოველთვის დაზარალებული, არა გამონაკლისი 10 წლევანდელი წელი არ არის, მაგრამ თავისთავად თვითონ ძალიან საინტერესო ვირუსია, ენტეროვირუსი, აქვს რაღაცა ესეთი სპეციფიური თავისებურებები, რომელიც გათვალისწინება უნდა მოხდეს ხოლმე, რათა ეს შემდგომი პროგნოზირებაც სწორი იყოს. სამწუხაროდ არის შემთხვევები, როდესაც სავალალო შედეგი თავდება მენინგიტი. არა, ასეთი რომ ვირუსულ მენინგიტს და კონკრეტულად ამ ენტეროვირუსით გამოწვეულ მენინგიტს არ ახასიათებს. ეს არის ვირუსების ოჯახი, რომელსაც პიკორნავირუსებს უწოდებენ ხოლმე და შიგნით შედის 67-მდე სეროტიპი, რომელიც ადამიანისთვის პათოგენურია. ყველაზე უფრო პათოგენური ამ ჯგუფში არის პოლიომიელიტის ვირუსი, რომელსაც საწინააღმდეგოდაც იცით, რომ აცრები წარმოებს და შესაბამისად უკვე ელიმინაციის გზაზეა, ანუ რომ ფიქრობს მსოფლიო და მიისწრაფვის იმისკენ, რომ ეს დაავადება აღარ იყოს მსოფლიოში და 2002 წლის მერე საქართველო გამოცხადებულია თავისუფალ ზონად პოლიომიელიტისგან და დღესაც დიდი ძალისხმევა არის მიმართული იმისკენ, რომ ბავშვები დროულად აიცრან პოლიომიელიტის წინააღმდეგ. პოლიომიელიტი ყველაზე ვერაგია ამ ჯგუფიდან. ეს დანარჩენი ენტეროვირუსები, ამათ საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, არსად მსოფლიოში და გადაცემის მექანიზმი იგივე აქვს, რაც პოლიომიელიტის ვირუსი. რაც გულისხმობს, რომ ეს არის ფეკალურ-ორალური გადაცემის მექანიზმის დაავადება. თვითონ სახელიც ენტეროვირუსი ამას დაერქვა, იმიტომ რომ ვირუსების გამრავლება ხდება ადამიანის კუჭნაწლავში და მხოლოდ ამას უკავშირდება ეს. თვითონ ამ გამრავლების მიუხედავად არ იწვევს დიარეას, ან ძალიან იშვიათად შეიძლება თან ახდეს დიარეა. გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს მასმერი, რაც ეს ვირუსები კუჭნაწლავის ტრაქტიდან გამოიდევნება და შემდგომ აი ამ დაბინძურებულ ზედაპირებთან მოხდება რაღაცნაირი კონტაქტი მერე ადამიანის. უმთავრესად ეს არის დაუბანელი ხელების შედეგი. ასე აღწერენ ზოგადად ამ დაავადების გადაცემის მექანიზმს.
მე ეს შეიძლება რა, ასე ვთქვათ, ბავშვთა ორგანიზმში და მოზრდილებშიც უმთავრესად გადააქვს ძირითად რაოდენობას თითქმის უსიმპტომოდ ეს დაავადება. ანუ არაფერში არ გამოიხატება, ადამიანი რჩება პრაქტიკულად ჯანმრთელი, თუმცა მის ორგანიზმში ეს ვირუსი მრავლდება, განმავლობაში მიმდინარეობს ეს პროცესები, სანამ ეს პროცესი გამოვლინებამდე? თუ გამოვლინდა კლინიკურად, ეს არის 3-4 დღის შემდგომ უმთავრესად ვლინდება ინფიცირებიდან უკვე დაავადების კლინიკა, მაგრამ როგორც გითხარით, უმთავრესად არ გამოიხატება ეს კლინიკა და ვერავინ ვერ ხვდება, რომ ამ ვირუსით არის ინფიცირებული და ასე ვთქვათ ძალიან მსუბუქი ან წაშლილი ფორმით გადააქვს ეს დაავადება. უფრო მცირე რაოდენობას დაემართება შედარებით მსუბუქი სიმპტომები ან საშუალო სიმძიმემდე მიდის, ეს არის მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ზოგადი ინტოქსიკაციის სურათი და ასეთი შემთხვევები, როგორც წესი, მიმართავენ ექიმებს უკვე და ასე ვთქვათ, ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ ექცევიან და კიდევ უფრო მცირე რაოდენობას უვითარდება ეს სეროზული მენინგიტი, რომელიც როგორც ვთქვით, ერთ-ერთი სინდრომია და კონკრეტულად ეს დაავადება არ არის. ეს ადამიანი, რომელიც გადამტანი არის და რეალურად არ იცის, რომ ინფიცირებულია, როგორ უნდა დავადგინოთ და დაადგინოთ. ვერანაირად ვერ დავადგენთ და არც არავინ არ იცის, რამდენია ეხლა რეალურად ინფიცირებული. სწორედ ამაში სპეციალური ანალიზი ტარდება ამასთან დაკავშირებით, თუ უბრალოდ სისხლის ანალიზის არის? არა, სისხლის ჩვეულებრივი ანალიზით ამის დიაგნოსტირება ვერ ხერხდება. კლინიკურად ეს არ გამოიხატება და შესაბამისად სკრინინგი ასეთი რომ ჩაატარო მთელ მოსახლეობაში ან მთელ ბავშვებში და დაადგინო ვინ არის რეალურად ინფიცირებული არსად არ ხდება არც ჩვენ ქვეყანაში, უბრალოდ ეს არის ასეთი ცოდნა და გარკვეული მტკიცებულებები, რომ პროცესები მიმდინარეობს ამგვარად. და ჯანმრთელობისთვის ეს იმ ადამიანის ჯანმრთელობისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ან საშიში არ არის ხო შეგვიძლია? არ არის საშიში, ნაწილს დაემართება როგორც ვთქვით, ეს სეროზული მენინგიტი, რომელიც განსხვავებით ვახსენთ ხო ბაქტერიული მენინგიტებისგან, იმასთან განსხვავებით არის შედარებით უფრო იული ფორმა მენინგიტების, როგორც წესი თავდება გამოჯანსაღებით, თუმცა სპეციალიზირებულ სამედიცინო დახმარებას რა თქმა უნდა საჭიროებენ, ანუ უნდა იყვნენ ექიმის მეთვალყურეობა. ბოლო პერიოდში რაც გამოვლინდა, ქალბატონო ხათუნა, ამ შემთხვევაში რომელი უფრო მეტი რაოდენობით? აი ეს არის სწორედ ენტეროვირუსული სით გამოწვეული სეროზული მენინგიტები. და ძირითადად ანუ დიეტა უნდა შეუფარდოთ ამ დაავადებას, თუ სპეციალური კვების რაციონი გჭირდება, თუ როგორ უნდა გამოჯანმრთელდეს ადამიანი თქვათ მედიკამენტებთან ერთად? მედიკამენტები სპეციალიზირებული არა, არავით არის სპეციალური მედიკამენტი აქ არ არსებობს, სპეციალიზირებული მედიკამენტი ამ დაავადების მკურნალობისთვის, აქ არის სიმპტომური მკურნალობა, რომელიც უტარდებათ როგორც წესი ჰოსპიტალურ პირობებში, ანუ საავადმყოფოებში. კვების რეჟიმის რაიმე შეზღუდვა მოწოდებული არ არის, რომ რაღაც სპეციალური შეზღუდული რაიმე ან რაიმე პროდუქტი შეიზღუდოს, ჩვეულებრივი დამზოგავი რეჟიმი, როგორც შეეფერება ავადმყოფს საშუალო სიმძიმის დაავადებით, ანუ ქალბატონ ხათუნა, ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე ვაქცინაციაზე, აცრებზე და დღემდე კიდევ ჩნდება კითხვები, რამდენ სანდოა, რამდენ აიცრან თუ არ აიცრან, კიდევ ფიქრობენ ხო მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. ამ შემთხვევაში მინდა რომ აი კონკრეტულად მენინგიტთან დაკავშირებით ის ვაქცინა რაც არსებობს, ამასთან დაკავშირებით მიაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს ერთგულწრფელ მოხალისეებს. ენტეროვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. დიახ, ეს თქვით უკვე. არსებობს მხოლოდ და მხოლოდ პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინა და აქ შეიძლება ერთ რაღაცაზე ვისაუბროთ ჩვენ ახლა და ძალიან საინტერესო კითხვა დასვით. ენტეროვირუსი ის რაც ახლა გარემოში არის იგივე რაც არის პოლიომიელიტის ვირუსი და პოლიომიელიტის ვირუსი რომ არ ვრცელდება საქართველოში, ეს არის სწორედ ვაქცინაციის შედეგი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეტყობა ჩვენი ქცევის კულტურით, თქვათ, მოხმარების კულტურით, იმ ფონით, რაც არსებობს საზოგადოებაში, ღმერთმა ნუქნეს ჩვენ რო ყავდეს პოლიომიელიტზე აუცრელი ბავშვები, იგივენაირად გაგვივრცელდებოდა ეს უვერაგესი დაავადება, რომელიც სამუდამო ინვალიდობას იწვევს, როგორც ახლა არის გავრცელებული ენტეროვირუსი. შესაბამისად, ამ პოლიომიელიტის ვაქცინის უპირატესობაზე და ასე ვთქვათ, იმაზე, რომ ეს არის ვაქცინა გადამრჩენი ინვალიდობისგან, ალბათ, ლაპარაკიც აღარ არის. ასაკობრივი ზღვარი როგორ არის აცრებისთვის? აცრებისთვის პოლიომიელიტის პირველი დოზა მიეწოდებათ პირველი 3 დოზა წლამდე ასაკში და პირველი 3 ვაქცინა ამ 3 ჩაწვეთება, ეს არის სრულიად უმტკივნეულო პირში ჩასაწვეთებელი ვაქცინა
შემდგომ დოზას იღებენ წლინახევრის ასაკში და განმეორებით 5 წლის ასაკში კიდევ ერთხელ მეორდება პოლიომიელიტის. არსებობს დაავადებები, მაგალითად კუჩნეწლავის დაავადებებიც, იგივე ცელიაკია შეიძლება გავიღოთ, რომელიც გადადის გენეტიკურადაც კი ხდება, გამოივლინება, ანუ შეიძლება ბაბუაც კონდეს და შვილიშვილს აღმოაჩინოს, ეგეთი შემთხვევები ყოფილა. აი ამ ვირუსთან დაკავშირებით თუ არის მსგავსი? არა, ეს გენეტიკური დაავადება არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ინფექციური დაავადება, რომელიც უნდა შეიძინო ადამიანმა, გადაიტანო, გამოჯამრთელდა და ასე შემდეგ და მე მაინც მოუფრთხილდე თავს და დაიბანო ხელები. კატონ ხათინა, რისკ ჯგუფებს მაინც ვინ განეკუთვნება? ანუ ნუ ვთქვით, რომ უკვე მცირე ასაკში გვხდება ძირითადად. მცირე ასაკის ბავშვები, დღეს მდგომარეობით უფრო მეტი შემთხვევები აღწერილი არის წინა სასკოლო ასაკში, კიდევ უფრო უპირატესად დაზიანება გვაქვს ჯერჯერობით 13 წლამდე ასაკში. 13 წლის ზევით შემთხვევები უკვე ძალიან დრამატულად იკლებს, თითქმის ერთეულოვანი შემთხვევები, თუმცა არც მოზრდილები არიან დაზღვეულები. ერთეული შემთხვევები გვაქვს მოზრდილებშიც უკვე 24, 26, 34 წელი გვაქვს მაქსიმუმი. ხშირ შემთხვევაში ბავშვებს, როდესაც გარემოსთან კონტაქტი ეზოში თამაშობს და შემდეგ აი ხელის დაბანის მომენტი არის, რომ ზოგადად არის ამას პირთან მიაქვს. ზუსტად აქ არის ალბათ მნიშვნელოვანი და საყურადღებო, რომ არის მე ამას სულ ვამბობ და ვიმეორებ, რასაც ყველაზე ხშირად ალბათ დედები ეუნებიან შვილებს, არის დაიბანე ხელები, მაგრამ აი ეს ისევ პრობლემად რჩება და არც ერთმა არავინ არ უნდა დაიზაროს ეს ამ ფრაზის გამეორება დაიბანე ხელები. იქ დაბანის ხარისხზე თუ აღარ ვილაპარაკებთ ამჯერად, რომ უბრალოდ წყლის გადავლება ჭეშმარიტად არ არის დაბანა და საჭიროა აუცილებლად გამოყენებული იყოს გამდინარე წყალი, საპონი, გულმოდგინედ გასაპნახელის, მერე კარგად ჩამობანა და მშრალი ხელსახოცით ხელის გამშრალება. ეს პრევენციისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება ამ შემთხვევაში, ხო? ამ შემთხვევაში და არა მარტო ამ შემთხვევაში, საერთოდ ინფექციურ დაავადებებთან მიმართებაში. და კიდევ ალბათ ერთი რამ, რასაც მე როგორც ვატყობ, ხშირად წუხან მშობლები, ეს არის, რომ ბავშვებისთვის ყოველთვის არ არის ის პირობები, რომ ყოველთვის დაიბანონ ხელები, ან მოახერხონ ყოველთვის ამგვარი პროცედურის ჩატარება, ასეთ შემთხვევაში, როდესაც ხელმიუწვდომელია, თქვა, წყალი, საპონი და ასე ვთქვათ, სრულფასო უნდა დამუშავება ხელი, რა თქმა უნდა, მოწოდებულია ხელის საწმენდი საშუალებები, ხელის სალფეტკები, იგივე ხელის გამწმენდი ხსნარები, რომლებიც ყველგან ხელმისაწვდომია, მათი გამოყენებაც საგრძნობლად შეამცირებს რისკს. მოკლედ დავიბანოთ ხელები და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, აღარ დაგვემართება კუჩნეწლავის დაავადებები და აღარც გავავრცელებთ და გადამტანები აღარც იქნება. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ხათუნა და კიდევ ერთხელ უთხრათ მაყურებელს, რომ გამოვლენ შემთხვევებმა იმატა, თუმცა არ გვაქვს საგანგაშო მდგომარეობა და ეს დაავადება არ არის, რაც ყველაზე მთავარია საშიში, ხო? დიდი მადლობა. ჩვენ ვაგრძელებთ, მადლობთ თქვენს ასევე და ჩვენს მაყურებელსაც უსურვებთ ჯანმრთელობას, ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას, გველოდება წინ კალენდარი ძალიან საინტერესო და გავიგეთ თუ რა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა სხვადასხვა წლებში დღევანდელ დღეს და შემდეგ უკვე სხვა თემით და სხვა სტუდიით გებრუნდებით. დაგვრჩით.